გუშინ ღამით გამოვედი მერის წინ ავდიქი ჩემ მანქანით პარკინგზე და ვიშიმშილებ მანამდე სანამ არ გათავისუფლებიან უკანონო პატიმრები აქციებს დაკავებული ადამიანები და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. იცი რა არის ყველა ვთანხმდებით ამაზე, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლო გარემოში. არ იყო ფარული და დმანიში, სადაც 20,000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 9,000 ადამიანი სოციალურად დაუცველია. ამ ადამიანებმა რო იციან, რომ არ იქნება ფარული მათი ხმა, მათ წართმეული აქვთ თავისუფალი არჩევანი. ეს არის უსამართლობა. შემდეგ ამის ეს რომ გავასაჩივრეთ ხო სასამართლოში თეთრზე შავად გაზონილზე გვითხრეს რომ არ გაუჟონიაო და ეს ასე უნამუსოდ უტიფრად დაგვიმტკიცეს. გამოვედით ამის გასაპროტესტებლად და გვცემეს და დაგვიჭირეს ციხეში. და ამაზე ჩვენ ხო აი 2 თვის განმავლობაში უამრავი გზით ბრწყინვალე 1000 და 1000 ბრწყინვალე და მრავალფეროვანი ფორმით ვაპროტესტეთ ეს და ვაჩვენეთ რომ ევროპა არის დღეს საქართველოში და ეს შევინარჩუნეთ, ეს ბრაზი ჩავიკალით ბოლომდე და ეს შევინარჩუნეთ, რომ ესე არაძალადობრივი ფორმებით მშვიდობიანად გაგვეპროტესტებინა, გამოგვეთქვა ჩვენი სათქმელი. და ამ პროტესტში რომ ადამიანები დაიჭირეს, ხო, ეს არის უსამართლობა. და დაიჭირეს როგორი მეთოდებით, ხო? ომსაც აქვს თავისი წესები, როცა ადამიანს დაიჭერ, ტყვეს როგორ უნდა მოექცე, ამის წესებიც არსებობს, არათუ შენს თანამოქალაქეს დაჭერილს პოლიციის ფურგონში, პოლიციის მანქანის ფურგონში შეგდებულს გამოკეტილს რო რაღაცა სპრეის ასხამ და გაზს ასხამ და იგებზე აყენებ. მე არ მეგურლება ადამიანი, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს იყო სამართლიანი. ანუ ყველა თანხმდებით, რომ ეს იყო უსამართლობა. უბრალოდ ეხლა გვინდა რომ გამბედაობა მოვიკრიბოთ, განსაკუთრებით რეგიონებზე ვაკეთებ აქცენტს, სადაც როგორი მდგომარეობა იმის გამო რომ ხალხი გააღარიბეს და ამ სიღარიბით მე რაღაცნაირად მიიბეს იმ სოციალური 300 ლარიანი სამსახურებით და დაშინებული ყავთ. ხო ეხლა ამ ხალხმა უნდა მოიკრიბოს გამბედაობა